დაუბრუნდით ეთერში ევროვიზიის გერმანელი მონაწილე ლევინა და ჩვენი წარმომადგენელი ევროვიზიის კონკურსზე თამარა გაჩეჩილაძე გახლავთ ჩვენი სტუმრები. თამარა, შენის ნებართვით გავაცნოთ ლევინა ჩვენს მაყურებელს. ლევინა, როდესაც თქვენს ბიოგრაფიას ვეცნობოდი, პრინციპში მარტივად შეიძლება მიხვდე, რომ თქვენი ცხოვრების ნომერ პირველი, ესე იგი, საქმიანობა არის მუსიკა და აი ამას მიუძღვენით თქვენი ცხოვრება პრინციპში ადრეული ასაკიდან. გამოშვებული გაქვთ სტუდიური ალბომი, როდესაც მუსიკაზე მუშაობთ, რა არის ის თქვენი მთავარი სათქმელი, რაც გინდათ გაუზიაროთ თქვენ მსმენელს? Well, my music is actually supposed to be something very positive. ძალიან პოზიტიური და დადებითი. მე მსურს ვუთხრა ადამიანებს პირველ რიგში რომ დადგმდნენ მუსიკით, რომელსაც მე ვქნი. ასევე ვიმატოთ გზავნილი ადამიანებს, რომ მაგალითად გაქვს ოცნება, აუცილებლად უნდა იბრძოლა ამ ოცნების მისაღწევად. სწორედ ამიტომ სიმღერის ტექსტიც მსგავსი მიზნით არის და მსგავსი განწყობით არის გამსჭვალული. მართალია შეიძლება შეცდომებს ვუშვებთ ყველანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი სიმღერა მაინც პოზიტიური გახლავთ. ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ ადამიანები დაადგმდნენ იმ მუსიკით, რომელსაც უსმენთ და გააჩნდეთ დადებითი შეგრძნებები. საინტერესოა, ვისთან ერთად წარსდგები სცენაზე, მარტო აპირებ თუ ბენდთან ერთად მაგალითად? ქორეოგრაფიული ელემენტები როგორი იქნება, რასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აი აღნიშნულ კონცერტზე? Probably სავარაუდოდ most probably it's going to be გადაწყვეტილია რომ მე მარტო წავდგები სცენაზე აქ არ იქნება არც ბენდი არ არის დაგეგმილი ეს ასე რომ ფაქტურად მარტო ვიდგები სცენაზე. თამარა, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი? ჩვენ ვიხილეთ ახლა კლიპის გადაღება, ამას გარდა კიდევ აი რა ეტაპებს გადიხარ, რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში? ამის გარდა ახლა მივდივართ პრომოტურზე, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში იწყება ევროვიზიის პრეპარტები, რომელზეც აუცილებლად ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ შეასრულონ თავიანთი საევროვიზიო სიმღერა. ახლა გვეწყობა ეს ტურნე, მივდივართ ისრაელში, ამსტერდამში, მადრიდში და რა ვიცი, პარალელურად საშა გვესტუმრა, რომელიც არის ჩემი ნომრის რეჟისორი, დამდგმელი რეჟისორი, ჩვენ ერთად რეპეტიციები უკვე გავიარეთ და რა თქმა უნდა, ესეც ანუ თვითონ აი ამ სასცენო ნომრის დადგმის პროცესში ვართ. კოსტიუმიც უკვე იწყება რომ შეიკეროს და მოკლედ მუშაობის დაძაბული პროცესი გვაქვს. როგორც ვიცი, თამარა, ევროვიზიაზე პირველ ნახევარფინალში წარსდგები შენი სიმღერით. კი ბატონო, 19. საინტერესოა იმ ახალი ვერსიაზეც გვესაუბრო, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირველად ევროვიზა ლიბერალიზაციის ასთან დაკავშირებით აღსანიშნავ კონცერტზე. აი ამ ახალ ვერსიაზე გადაიღებთ კლიპს რამდენადაც მე ვიცი. ამ ვერსიითვე წარსდგებით უკვე კონკურსზე. აუცილებლად ეს არის საბოლოო ვერსია, რომელიც დამუშავდა ბატონმა თომას ჯეისონმა, ასე ვთქვათ, ბოლო შეფუთვა გაუკეთა, რომელიც გუშინ შევასრულე ვიზა ლიბერალიზაციის კონცერტზე და ეს იქნება სწორედ ის ვარიანტი, ეს რივამპი, რომელიც იქნება საბოლოო ვერსია კლიპისთვისაც, კონცერტისთვისაც და ზოგადად აუდიო, აი იგივე iTunes იქნება თუ სხვა რამე მსგავსი გვერდი, იქ ყველგან დაიდება მხოლოდ ეს ვერსია. ლევინა, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, თქვენი მოსამზადებელი პერიოდი როგორია? სავარაუდოდ დიდი სხვაობა არ იქნება, თუმცა თქვენ იმიჯზე თუ გაკეთდა რაღაც რადიკალური ცვლილებები, ან აი როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი თქვენ შემთხვევაში? No, the preparation is a bit მოსამზადებელი ეტაპი ფაქტურად ემთხვევა ერთმანეთს მსგავსი გახლავთ. So there are some, თუმცა არსებობს გარკვეული დეტალები, ვინაიდან ვცდილობთ რომ ევროვიზიაზე წარმოვადგინოთ ისეთი საბოლოო ვარიანტი, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება. ასევე ჩვენ უკვე ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიაში და ასევე ვემზადები მე საბოლოო შოუსთვის. ფაქტურად უკვე ვიცი სცენაზე სად უნდა დავდგე, რა არის მერე, რა ნაბიჯი უნდა გადავდგა.
ესე რომ თქვა ერთგვარი ჩამოწერილი გეგმა მაქვს, რომლის მიხედვითაც უკვე შევასრულებ ჩემს წარმოდგენას. არსებობდა მთელი რიგი დისკუსიები, ძალიან ბევრს ფიქრობდი ამაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა სცენაზე, რა უნდა ჩამეცვა, ვიზუალურად როგორ გამოვიყურებოდა და ეს დეტალები გავიარეთ. ცირე ლირიული გადახვევა გავაკეთოთ. ლევინა, თქვენ სწავლობთ ლონდონში მუსიკის მენეჯმენტზე, რამდენადაც მე ვიცი. რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს ქალაქი და ეს პროფესია და როგორია სწავლების პროცესი, რომ მოგიყვეთ? როგორც წესი, ჩადიან ხოლმე გერმანიაში სასწავლებლად ამ პროფესიის. So I actually moved to London გადავედი საცხოვრებლად ლონდონში რამოდენიმე წლის წინ, ვინაიდან მე კურსი გავიარე სიმღერის და კომპოზიციის. ეს გახდა ერთწლიანი კურსი და მე ძალიან მომეწონა. მე ვიპოვე ბენდი ამ კურსის გავლის დროს და ზოგჯერ არის ხოლმე რომ როცა რაღაცა ძალიან მოგეწონება გადაწყვეტა რომელიმე კონკრეტული ადგილი გადაწყვეტა ვიქ დარჩენას. სწორედ ამიტომ მე უკვე გადაწყვეტე უფრო დიდი ხნით დარჩენილიყავი ამ ქალაქში, ვინაიდან მე დაკავებული ვარ მუსიკით და მე მსურს უფრო მეტი გამეგო მუსიკის ინდუსტრიისა და მუსიკის საქმიანობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავიწყე მუსიკის მენეჯმენტის შესწავლა, ვინაიდან ვიფიქრე რომ ძალიან კარგი იქნება თუ მექნება ზოგადი წარმოდგენა თუ რა ხდება მუსიკის ინდუსტრიაში. ასევე მე მიყვარს რომ შევქმნა მუსიკა და ამიტომ ეს ძალიან დამხმარე იქნება ამ მიმართულებით. და ბოლოს ორივე შეგეკითხებით რა მოლოდინები გაქვთ? გერმანია ორგზის გამარჯვებულია ევროვიზიაზე, პირველი თუ არ ვწდები 92 წელს და მეორე 2010 წელს მოიპოვეთ გერმანიამ გამარჯვება. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? So I think my main goal თავარი მიზანი გახლავთ ის რომ გავტკიბა იმ მომენტით, რასაც ქვია მონაწილეობის მიღება ევროვიზიაში და ტოპ 10-ში მოხვედრა, რასაკვირველია გერმანია არ იყო ესეთი ღბლიანი ბოლო 2 წლის განმავლობაში და მე იმედი მაქვს რომ ეხა უკვე გაუმჯობესებული სიტუაცია გვექნება და ჩემი თავარი მიზანი გახლავთ რომ ის პერფორმანსი რომელსაც შესრულება რომელიც მე ძალიან მიყვარს ვფიქრობ რომ ძალიან დატკბეს მაყურებელი ამ გამოცდილებით. ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ რა ვიცი საქართველოს სამწუხაროდ არასდროს არ გაუმარჯვია ევროვიზიაზე, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში გპირდებით იმას რომ წელს მაისში საქართველო აუცილებლად იამაყებს და მე გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს რომ გავხადო ჩემი ქვეყანა უფრო პოპულარული და რა თქმა უნდა ყველაფერს შევეცდები იმისთვის რომ ჩვენი პოზიციები ავამაღლო წელს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ ჩვენ საუბრობდით ევროვიზიის მოსამზადებელ პროცესზე, გსტუმრობდა გერმანელი მონაწილე მომღერალი ლევინა და თამარა გაჩეჩილაძე, რომელიც საქართველოს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიხილოთ აფიშა და ვაბრუნდებით რამდენიმე წუთში.